We're going to be talking about marriage. ჩვენ ვისაუბრებთ ქორწინების შესახებ. And the title of this message is A Wife's Special Purposes. და ცოლის განსაკუთრებული მიზნები არის სათაური ჩვენი თემისა. Special purposes. ცოლის განსაკუთრებული მიზნები. We'll be looking at the Word of God. Again, we're talking about marriage. ჩვენ ისევ ჩავხედავთ ღმერთის სიტყვას და ვილაპარაკებთ ქორწინების შესახებ And მისგან. obviously, you can tell from the title, I'm going to be speaking primarily to the ladies here today. და სათაურიდან გამომდინარე თქვენ ალბათ მიხვდით რომ ძირითადად ქალბატონების შესახებ ვისაუბრებთ. Let me say to the men, do not check out because there are things here that you need to know and understand as well. მაგრამ მამაკაცებო მე გთხოვთ რომ ნუ დატოვებთ ამ ადგილს, იმიტომ რომ თქვენზეც იქნება საუბარი. Verses 1 Corinthians 11 verses 8 and 9. პირველი მუხლი რომელიც მინდა წავიკითხო და დავიწყო საერთოდ ადგილი წმინდა წერილიდან ეს არის პირველი კორინთელთა მე-11 თავი მერვე მე-9 მუხლები 1 Corinthians 11 verses 8 and 9 11-ის 8-9 მუხლები says for man did not originate from woman but woman from man. ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისაგან არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან. For indeed man was not created for the woman's sake but woman for the man's sake. ასევე მამაკაცი კი არ შექმნა დედაკაცისთვის, არამედ დედაკაცი მამაკაცისთვის. Now a lot of ladies throughout the church even do not like this verse. ბევრ ქალბატონს და ამაში იგულისხმება ეკლესიური ქალბატონების ძალიან არ მოწოთ წერილის ეს ადგილი. Because they believe it's saying something that it is not saying. და თითქოს მათ მიაჩნიათ ესეთი რამ რომ იმას არ ამბობს რასაც უნდა ამბობდეს. In fact, it's actually saying something different from that which most people believe is being said in these verses. ფაქტობრივად ეს ადგილი სრულიად განსხვავებულ რაღაცაზე ამბობს, ვიღაცას რომ გონია რომ ესმის რასაც ამბობს. So let's take some time this morning and let's look at each one of these verses. მოდი გარკვეულ დრო გავატაროთ და თითოეული მუხლი განვიხილოთ დაწვრილ მანებით. And let's start with verse 8. დავიწყოთ მერვე მუხლით. For the man did not originate from woman, but woman from the man. ვინაიდან მამაკაცი კი არ შექმნა დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან. It is not a surprise that man was made first. არ არის დიდი გასაკვირი რომ კაცი იყო ჯერ შექმნილი. This is a very normal pattern for great designers. ეს არის ჩვეულებრივი ძვირფასებო მაგალითი ნებისმიერი კარგი მშენებლისა. First they make a rough copy. ვინაიდან თავიდან აკეთებს რაღაც უხეშ მონახაზს And then they make their masterpiece. და შემდეგ ქმნის შედევრს. And that's exactly what God does here. და ღმერთი ზუსტად ასე აკეთებს. In the creation account, როდესაც შემოქმედებით შესაქმის წიგნს when ვკითხულობთ, God made man from the dust of the earth, როდესაც ღმერთმა კაცი შექმნა მიწის მტვრისაგან, the Bible uses this Hebrew word yatsar. ბიბლია იყენებს სიტყვა იაცახ, ასეთი ბიბლიური სიტყვა ებრაული. He yatsared man. იაცახ, რაღაცა ესე იგი შექმნა ღმერთმა კაცი. He yatsared man. იაცახით ესე იგი ღმერთმა კაცი შექმნა. This Hebrew word yatsar means to mold, to shape, to form. იაცახი ნიშნავს ფორმირებას, ჩამოსხმას, გამოსახვას. This word yatsar is used when it speaks in the Old Testament about a potter working with clay. სხვადასხვის ეს სიტყვა გამოყენებული არის, როდესაც ბიბლიაში საუბარი მექოთნერო ჭურჭას ძერწავს. The potter shapes, molds, forms ხო? the clay. რაღაც ფორმას რო აძლევს მექოთნე ქოთანს. And the Bible tells us that that's what God did when he made man. და ბიბლია ამბობს ზუსტად ასე მოიქცა ღმერთი კაცის მიმართ. And we also see in the creation account that this is the way God made all of the animals. და თუ დავაკვირდებით ღმერთმა ზუსტად ასე გააკეთა, როდესაც საქმე იყო ცხოველებთან მიმართებაში. He yatsar made all of the animals, both male and female ღმერთმა animals. იაცახ, ანუ ღმერთმა შექმნა ყველაო ცხოველიო მიწისაო. But when it came time for him to make woman, მაგრამ როდესაც საქმე მიდგა ქალის შექმნაზე, God did something different. ღმერთმა რაღაცა სხვანაირად გააკეთა. When God made woman, როცა ღმერთმა დედაკაცი შექმნა, the Bible uses a different word for make. ბიბლია ამბობს შესაქმის, ანუ შექმნის განსხვავებულ სიტყვას. It's a different word there. It's the word bana. და ეს სიტყვა ჟღერს როგორც ბანა. Bana means to make, ბანა ნიშნავს რომ შექმნა,
but it means to make with great detail, მაგრამ ძალიან წვრილმანი დეტალებით შექმნაზია იქ საუბარი. to intricately build something. რაღაც აი წვრილმანებით, რაღაცა მცირეოდენ წახნაგებს რო ქმნი. It's fine craftsmanship that's in this word. ეს ძალიან გავს ვირბასება იმ მჭედელი რომ არის, ოქრო მჭედელი და წვრილმა რაღაც დეტალებს რომ Great ქმნის. detail. წვრილმალი პატარა დეტალები. God Yatzard man, ღმერთმა იაცაღ გამოძერწა ღმერთმა კაცი, but the Bible is very clear. He bana woman. მაგრამ ქალთა მიმართებაში ბანა. God put Adam to sleep, ღმერთმა მიაძინა ადამი and he performed the world's first surgery. და ღმერთმა თავად ჩაატარა კაცობრიობის ისტორიაში პირველი ქირურგიული ოპერაცია. And the Bible does not tell us how long he put Adam to sleep, ბიბლია არ გვეუბნება იმის შესახებ თუ რამდენი ხანი ეძინა ადამიანს, but it does say that he put him into a deep sleep. მაგრამ ერთ რაღაცას მიგვანიშნებს, ღრმა ძილს მისცაო ადამი. And that makes sense და ეს გასაგებია, because what God is conveying to us in that ვინაიდან ღმერთი რასაც აპირებდა ამ დროს, is that when he makes woman, he's going to take his time to build something intricately beautiful. აპირებდა იმას, რომ უნდა შეექმნა რაღაცა მრავალწახნაგოვანი სილამაზე უფალ ღმერთს. When he builds woman, there's going to be this fine detail and craftsmanship involved. დიახ, მისი აი ამ ხელოვნებით, მისი ამ ხელოსნობით, აი ამ წვრილმანების შექმნაზე იყო საქმე. And when we look throughout the animal kingdom, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით სამყაროში ცხოველთა სამყაროს in almost all cases what we see, და რასაც კი ვხედავ თითქმის ყველა the შემთხვევაში, male form is more beautiful than the female form. ცხოველთა სამყაროში მამრობითი სქესი უფრო ლამაზია ვიდრე მდედრობითი. You take most of the birds, ეს ეხება უმრავლეს ფრინველსაც. for example, a cardinal. არის ესეთი ფრინველი, Cardinal, red bird, you know. არის წითელი ფერის ჩიტი არის. The male is very bright red, beautiful. მამრობითი ესე იგი მამალი ეს ჩიტი არის ძალიან ჭყვიალა წითელი ფერის. But the female has just a little bit of red, mostly brown. She's kind of plain looking. მაგრამ მდედრობითი სქესის, ანუ დედალი ჩიტი არის რაღაცა ღია რაღაცა ნაცრისფერში რომ გადადის ისეთი წითელი. Look at a lion. The female lion, she's pretty. She's nice. აი ლომებს შევხედოთ, ახლა შევხედათ მაგალითად დედალ ლომს, ძულომს უბრალოდ და ვიტყვით რომ ლამაზია, არა But უშავს. then you look at the male lion, it's like, whoa, wow, that's მაგრამ beautiful. That's მამას რო შეხედავ, ხვაც ხო ეს სხვა შესახედავ the პაპარი way it რაღაც. is in the animal kingdom. ასი არის ცხოველთა სამყაროში. But when God makes the female form of the human race, მაგრამ როდესაც ღმერთი საფუძველს უყრიდა კაცობრიობის საწყისებს, he flips that completely. თნიან შეაბრუნა ეს საქმე. And God gives his beauty into the female. და ღმერთი ანიჭებს თავის სილამაზეს დედრობით სქესს. God gives different aspects of who he is into male and female. რა თქმა უნდა, ღმერთი თავისი ბუნების სხვადასხვა ასპექტებს ანაწილებს როგორც მამრობიცი, ასევე მდედრობიცე. And the beauty of God is given to the female. მაგრამ შვენიერება ღვთისა ქალზეა მიცემული. And it's important for you ladies all to understand that. და ქალბატონებო, თქვენ ერთი რამ უნდა გაიგოთ. You were made by God to be beautiful. ღმერთმა შენ შექმნა რომ იყო მშვენიერი. Not the world's idea of beauty, არა ქვეყნიური გაგებით მშვენიერი. but God's idea of beauty. არამედ ღვთიური გაგებით მშვენიერი. And beauty is not something that is vanity. და მშვენიერება არ არის რაღაცა გარეგნობა. Beauty can be a powerful good in this world. და მშვენიერება შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი რამ ქვეყნიერებაზე. For example, beauty nourishes people's spirit. აი მაგალითად მშვენიერება კვებავს ადამიანის სულს. Do you understand that? Beauty nourishes the spirit of man. მშვენიერება კვებავს ვერბასებო ადამიანის შინაგან არსებას. You picture yourself in Tbilisi at 5 o'clock on a Monday afternoon. მაგალითად ორშაბათი დილა არის. დილით სისხამ დილას 5 საათზე თბილისში ხარ. Oh my, I thought we had bad traffic in Houston, Texas, but Tbilisi is even worse. 5 საათზე ნამდვილად არ არის ჩვენ და მაგრამ ჰიუსტონში არისო ტრაფიკი ქართულად როგორ არის? საცობი და შეიძლება
მეგონა რომ ჰიუსტონში იყო ყველა ეს არის ღარისაცობიო. Trying to cut in, გადაჭრას უპირებენ ერთმანეთს honking horns at each other, ერთმანეთს უსიგნალებენ და არიან ერთთან ბავშვი. cutting somebody else off. მე ვიღაცას გადაუხტება კიდე ვიღაცა. And when you're in that environment, მაგრამ როდესაც შენ ასეთ სასოფში ხარ, ასეთ გარემოში, your spirit shrinks. შენი სული თითქოს კვდება. But picture yourself in that environment, მაგრამ წარმოვიდგინეთ ასეთ მდგომარეობაში თქვენი თავი. and it's like God picks you up and takes you out of that environment, და ხელი მოკიდოს ღმერთმა აი ამ თბილისის სასოფიდან sets you in one of the most beautiful places in the Kakheti region. და წაგიყვანოს კახეთის ულამაზეს ბუნებაში და დაგსვას. Oh, ო, you take in the beauty of that. შენ აი გადაყლაპავ თითქოს ყველა აი ამ all of a sudden მშვენიერებას. That spirit that is shrunk now grows. It's like, და oh, ის სული წეგან რომ გეხუთებოდა უცებ ფრთებს გაშლის. beauty nourishes us. დიახ Amen? მშვენიერება კვება შინაგანად. Why is it that when someone is sick in the hospital, we bring them flowers? რატომ არის ძვირფასებო რომ ჩვენ ვინც ამამტყობი არის სნეული არის და სამამტყობოშია მოთავსებული ყვავილები რომ მიგვაქვს საჩუქრად. Because beauty nourishes the spirit of that person. იმიტომ რომ მშვენიერება კვებავს ადამიანის სულს და შინაგანს. And beauty not only nourishes, beauty brings joy. და არა მარტო კვებავს შინაგანად სულს, არამედ სიხარულსაც კი გვრის ადამიანს. Those flowers in that hospital room bring joy to that person. და ყვავილები როგორც კი დაედგება მამა თუ იმ პალატაში თითქოს სიხარულს შეიტანს ეს Amen. ყვავილები. And a merry heart does good like medicine. ხო, როგორც არიან მხიარული გურიო, სნეულების კურნებაო, ხო? Beauty nourishes the spirit of man. It brings joy to those around it. მშვენიერება კურნავს და ავსებს ადამიანის And სულს. beauty inspires. და მშვენიერება კიდე შთაგვაგონებს So ვირფასებო. many great things in this world have been inspired by beauty. იცით, ბევრი რამ შთაგონებით რომ გაკეთებულა, ეს შთაგონება მიუღიათ რაღაცის მშვენიერების განცდით. And when you think about the great painters that have existed in the history of humankind, წარმოვიდგინოთ ვირფასებო, დიდი რაღაც ესე იგი ფერწერული when შედევრი. they want to paint a beautiful painting and it involves a human being, it's always the woman that they paint. რატომ არის მანდამაის როდესაც მშვენიერების სურათი გვინდა შექმნათ, ყოველთვის ამ მშვენიერებაში ქალს ხატავენ ხოლმე და არა კაცს. It's not the man, it's the woman that they paint. სულ ქალია გამოხატული ამ ლამას სურათებზე. And so many times you have a woman, she's kind of laying on a couch and და they ძალიან paint ხშირად this ძველი beautiful picture of სურათების her. არის ქალი ესე მშვენიერად წამოწოლილი არის რაღაც სავარზეზე თუ ტახტზე. And you look at the picture and oh, the beauty of that picture. და შეხედო და სილამაზეა გადმოცემული აი ამ ნახატით. You never see a man laying on a couch in a შე ვერას picture painted of him. რაღაც კაცი რა იყოს წამოწოლილი ტახტზე. And if you looked at that picture, you'd say, what's wrong with that guy? თუ ასე დაინახო კაცი ესე განაზებულად არის წამოწოლილი, What are you რა doing, დაემართ ამ man? კაცს ეტავიო? რა საკეთე ბიჭო შელმაკაო? Get up and go to work, man. What are you? წადი და საქმე ნახე, მიდი აბა. God gave his beauty to women. იმიტომ რომ ღმერთმა თავისი მშვენიერება ქალს And that მიანიჭა. beauty is meant to nourish and to bring joy and და to inspire great things. განსაზღვრება ჩანაფიქრი იყო ის რომ აი ამ სილამაზეს მოეტანა გამოკვება So- სიხარული So და God სისავსე. puts Adam to sleep. მაშას ადამი მიაძინა He ღმერთმა makes woman ის ქმნის ქალს and he wakes Adam up and says, oh, you're going to like this. და აღვიძებს ადამიანს და ეუბნება Come with me. მოგეწმენებაო Let me რაღაცა show გავაკეთეო. you the წამოდიო. masterpiece that I have made. წამოდი ახლა შემოდა ჩემს შედევრს გაჩვენებ ეუბნება ადამიანს. And he takes Adam and he walks him up and shows him woman. წაიყვანა ადამი და აჩვენა ქალი. And Adam takes one look at her and he says, oh, you're right, I like. ო და ღმერთს ეუბნება ადამი მართალი იყავიო. ნამეტანი მომეწონა. God is good all the time. God is good, I'm telling you. ღმერთი კეთილია ყოველთვის. ღმერთი კეთილია. God made woman so that man would take one look at her and his eyes would pop out of his head. ისეთი შექმნაო ქალი ღმერთმა ადამა პირველად რო შეხედაო კი გადმოცვიდა თვალის გუგებიო. So God made the rough copy, then he made his masterpiece. მაშას ადამე თავიდან უბრალოდ ჩანახატი იყო ესკიზი, მაგრამ შემდეგ უკვე შექმნა Back in შედევრი. 1 Corinthians chapter 11, that was verse 8. ეს იყო მერვე მუხლი კორინთელთა წერილისა. Now look at verse 9. მაგრამ ახლა წავიკითხოთ მე-9 მუხლი. For indeed man was not created for the woman's sake, ასევე მამაკაცი კი არ შექმნა დედაკაცისთვის, but woman for the man's sake. არამედ დედაკაცი მამაკაცისთვის. This does not say that woman was created to be man's slave.
ეს მუხლი არ ამბობს იმას, რომ დედაკაცი შეიქმნა, რომ კაცის მონა ყოფილიყო. Woman was created because God, for the first time in his creation, said something is not good. ქალი შეიქმნა იმისით, რომ ღმერთმა თავისი შესაქმის დასაწყისში ერთხელ თქვა, რომ რაღაცა არ არის კარგი. In the creation account, როდესაც ვკითხულობთ შესაქმის at წიგნს, the end of each day, God looks at what he's done. He says, oh, that's good. ყოველი დღის ბოლოს ღმერთი ამბობდა, "ო, კარგია რას არის Oh, გამაკეთე." that's good. "ო, ეს კარგია რა Oh, შექმენი." once again, that's good. კიდევ ერთხელ თქვა, "კარგია." Everything is good except for one thing. ყველაფერი კარგი იყო ერთი რამის გარდა. He said, it is not good for man to be alone. არ არისო, კარგიო კაცის მარტო ყოფნა. God looked at man and said, there's a need in man. მაშასადამე შეხედა რა კაცს, ღმერთმა თქვა, ამ კაცს რაღაცა ჭირდება. And that need was not for his clothes to be washed and ironed. და ეს საჭიროება არ იყო, რომ მისი სამოსელი ვიღაცას ჯერ გაერეცხა და მერე გაეუთოებია. Amen. Because they didn't even have clothes at that point in time. ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მათ სამოსელი არ ქონდათ. He saw a need in man. მაგრამ მაინც დაინახა მასში რაღაც საჭიროება. And the woman was created to meet those two primary needs. და ქალი იქნა შექმნილი, რომ მისი ორი მთავარი საჭიროება დაეკმაყოფილებია. God designed the wife with two special purposes. ღმერთმა შექმნა ორი მთავარი მიზნისთვის ქალი. Here's special purpose number one. ნომერი პირველი მიზანი არის შემდეგი. Special purpose number one, განსაკუთრებული მიზანი ნომერი პირველი. she is created to be his lifesaver. ის შეიქმნა, რათა ყოფილიყო მისი სიცოცხლის მცველი. His lifesaver. მისი სიცოცხლის მცველი. Genesis chapter 2, verse 18. დაბადების წიგნის 2:18 ამბობს. Then the Lord God said, თქვა უფალმა ღმერთმა, it is not good for the man to be alone. არ არის კარგი კაცის მარტოობა. I will make him a helper suitable for him. შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე. Now, in the Hebrew language, the original language in which this is written, ის ებრაული ორიგინალი რა ენაზეც ეს იქნა დაწერილი. the word there for helper suitable is the word ezekenegdo. სიტყვა რომელიც არის შემწე გამოყენებული არის ეზეკენეგდო, ასეთი რაღაც არის. It's two separate words that have been put together into one word. ორი სხვადასხვა სიტყვა არის ერთად შემჭიდროებული და ერთ სიტყვაში მოცემული. Ezar ეზარ and kenegdo. და კენეგდო. If we're going to understand what God is doing when he gives woman to man, რომ გავიგოთ ძალიან კარგად თუ რას აკეთებს ღმერთი, როდესაც ქალი მიყავს კაცთან we're going to understand what he's doing when he creates her. და რისთვისაც არის შექმნილი თუ გვინდა გავიგოთ. We need to go back to his original purpose when he created her. მაშინ აუცილებელია დაუბრუნდეთ იმ პირველი მიზანს და And the Bible განვიხილოთ. tells us that that purpose is ezar kenegdo. და ბიბლია ამბობს, რომ ეს არის ეზარ კენეგდო. So let's look at each one of these words that make this compound word up. მოდი განვიხილოთ ეს ორი სიტყვა. The word ezar means help. ეზარი ნიშნავს შეწევნას, It means strength. გაძლიერებას It means power. და ძალისმისემას. Amen. Help, შემწეობა, strength, გაძლიერება, გამტკიცება and power. და გაძლიერება. Oh, see, we're already beginning to get a different understanding of what's involved here. ახლა მე მგონი ცოტათი მაინც ხვდებით რაშია საქმე. So many times people have believed, oh, she's a helpmate to her husband. ვიღაცა ამბობს ის რომ შემწია უბრალოდ ქრის. She's a little helper. She shows up and helps him out with different things in ის life. პატარა დამხმარია, დრო და დრო გამოჩნდება ხოლმე და დახმარებას გაუწევს მეუღლეს. Isn't that sweet? Isn't that nice that she's there to be kind of a helper to him? რა საყვარელია, შეხედე როგორი საყვარელი არსება, როგორი ხმარება თავის ქმარს. But it's help, it's strength, it's power. მაგრამ ეს შეწევნა, უბრალოდ შეწევნა და დახმარება კი And არა, when- გაძლიერება და გამტკიცება. And when we study this word ezar, we'll find that 20 different times it's used in the Old Testament. ძველ აღთქმაში დაახლოებით 20 ჯერ მაინც არის გამოყენებული ეს სიტყვა. And in most all of those instances, it's speaking of God as your and my ezar. და ყოველ შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში თითქმის ეს სიტყვა გამოყენებულია ღვთის მიმართ, რომ ის არის ჩვენი ეზარი. Let's look at just a few of those from Scripture. მოდი რამდენიმე მათგანი გავიხსენოთ. Deuteronomy 33, verse 9. რჯულის 33-ის 29 ამბობს. It says, blessed are you, O Israel, ნეტარ ხარ ისრაელ, who is like you, a people saved by the Lord. ვინ შეგედრება ხალხი გადარჩენილი უფლის მიერ, He, God, is your shield and helper, რომელიც შეწევნის ფარია, your shield and your ezar.
ანუ შეწევნის, ანუ ეზარი ფარიაო and your glorious reward or და glorious შენი sword. დიდების מחვილიო. Psalm 33, verse 20. ამაგალითად ფსალმუის 33-20 ამბობს We wait in hope for the Lord. სული ჩვენი უფალს მოელის. He is our help, our Ezar, and our shield. ის არის დამხმარე და ფარი ჩვენი, ანუ ეზარი და ფარი. Psalm 121, verses 1 and 2. ფსალმუნი 121:1-2. I lift up my eyes to the hills. თვალებს მივაპყრობ თებისკენ. Where does my Ezar come from? საიდან მოვა ჩემი შეწევნა? My Ezar comes from the Lord, ჩემი ეზარი უფლისგანა, the maker of heaven and earth. რომელმაც შექმნა ცადა და And if მიწა. you will study this word Ezar through in the Old Testament, თუ ძველ აღთქმაში ამ სიტყვას ეზარს კარგად შევისწავლეთ, you'll see that, again, most of the time it's God himself who is the Ezar. ხშირ შემთხვევაში ღმერთია თავად ეს ეზარი, ანუ შეწევნა. And we are dealing with life and death. და მაშინ გვეწევა, როდესაც საქმე გვაქვს სიკვდილის სიცოცხლესთან. The difference between life and death. და როცა საქმე არის სიკვდილის სიცოცხლეზე. God is the Ezar, ღმერთი არის ეზარი and if he is not there, და თუ ამ დროს ის ჩვენთან არ არის, well, then you're going to die. ყველა შემთხვევაში ალბათ მოკვდები. You're gone. დამთავრებულია შენი საქმე. So for Ezar, we might add to the words helper მაშასადამე ამ ეზარს, აი ამ შემწე დამხმარეს ემატება this word lifesaver. გაგება იმისა, რომ ის არის სიცოცხლის დამცველი. That's the biblical understanding of that word. სწორედ ბიბლიური გაგება ამ სიტყვისას ასეცია, სიცოცხლის მცველია The ის. wife is to be the lifesaver to her husband. ცოლი უნდა იყოს ქმრის სიცოცხლის მცველი. The second part of this word is the word konegdo, მეორე ნაწილი ამ სიტყვის არის ქენეგდო, and it just means opposite from. რაც ნიშნავს საპირისპიროს. Wives, you are to be opposite from your husband, თქვენ ქალბატონებო უნდა იყოთ საპირისპირო მხარეზე თქვენი ქმრისგან. not in opposition to your husband, just opposite from him. ოპოზიცია კი არ უნდა იყოთ, არამედ საპირისპირო მხარეზე უნდა იდგეთ. How many of you understand that men and women are different from each other? რამდენ თქვენთაგანს გესმით, რომ მამაკაცი და ქალი ერთმანეთისგან განსხვავდება. Amen? Men and women are different. ქალი და კაცი არის სხვადასხვა არსება. And even though each woman is different from other women, და მიუხედავად იმისა, ქალი კიდე ქალისგან and განსხვავდება each man is different from other men, და კაცი კაცისგან განსხვავდება, they are different from each other as well. მაინც ერთმანეთისგან უფრო განსხვავდებიან ისინი. And what God does in his sovereignty and in his great wisdom, და მისი სუვერენული და თავისი დიდი მომძლავრებული სიბლის he brings გაღმერთმა together in marriage a man and a woman who are very, very different from each other. გააკეთა ისე, რომ კაცი და ქალი ერთმანეთთან ქორწინებაში მოიყვანა, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ გვანან. The world says it this way, they said opposites attract. ეს არის საპირისპირო მხარე. Do you have that here in Georgia? We have that in America. They say it all the time. საპირისპირო მხარე. We say that all the time in America. Opposites attract. ხო? ოპოზიციური მხარეები, საწინააღმდეგო მხარეები. People who are opposite from each other are drawn together. ანუ საწინააღმდეგო მხარეები ერთად მოდიან და ერთად იწყებენ ზრდას. And you see that in marriage after marriage after marriage. თქვენ დააკვირდებით, ყველა ქორწინებაში ასია, ერთმანეთსგან განსხვავებული წყვილები. Somebody so different than you. და შენ ქორწინებაში ხარ იმასთან, ვინც სრულიად განსხვავდება შენგან. Now you might have the same favorite color შეიძლება ერთნაირი საყვარელი ფერი გქონდეთ ორივე ცოლ-ქმარს. or the same favorite food. ან ერთი და იგივე საჭმელი გიყვარდათ. But when it comes to the really big and important things of life, მაგრამ როცა საქმე მიდგება ცხოვრებისეულ უფრო დიდ you საკითხებთან, are very different from each other. ერთმანეთსგან საპირისპიროდ განსხვავდებით. One of you likes to wake up when the sun comes up. ერთს უყვარს მაგადამ მზის ამოსვამდე ადგომა. Then the other one, usually they like to sleep till 10 o'clock. მეორე შეიძლება 10 საათამდე ესე მიგდებულია და ძინავს. One of you likes it warm in the house. The other one likes it cold. ერთს უყვარს თბილი ოთახი, მეორე ცოტა სიგრილე უყვარს ოთახში. Different from each other. ერთმანეთსგან განსხვავდებიან. Amen. And the reason that God did that, და ღმერთმა მიზეზი იმისა, რატომ გააკეთა ასე, it's to pay you back for all the sins you committed before you gave your life to Jesus. რომ გააკეთოთ ის, რაც უფალმა გაგიმზადათ. No, that's just a joke. რა თქმა უნდა არა. No, he brings you together
to form a very powerful team. არა, უბრალოდ მას განაზრახი აქვს, რომ ძლიერი გუნდი შექმნას. Amen. You see, where you're weak, the other is strong. იცი, ერთი პიროვნება რაღაცა ძლიერია, იმაში რაშიც სუსტია მეორე. Where this one is weak, the other is strong. ან ამის ძლიერი მხარეები, იმის სუსტი მხარეებია. He brings you together to form a very powerful team. და ამიტომ მოგიყვანა თქვენ რომ გარდაქმნათ და შექმნათ თქვენ როგორც ერთი ძლიერი გუნდი. Look at this quote from a man called Keith Intrater. კეით ინტრატერი, ასეთი პიროვნება. Says this expression literally means a helper that is opposite to him. ის ამბობს, ეს გამოთქმა პირდაპირ მნიშვნელობით ინიშნავს შემწეს, In many ways, husbands and wives are opposite. რომელიც მისი საპირისპიროა, ხშირ შემთხვევაში ცოლ-ქმარი ერთმანეთის საპირისპიროდ დგანან. God sees a husband and wife as two members of a composite team. ღმერთი ქმარსა და ცოლს განიხილავს როგორც ერთიანი გუნდის ორ წევრს. God will often draw together a man and woman whose personal qualities are directly in contrast to one another. ღმერთი ხშირად აკავშირებს ისეთ მამაკაცსა და ქალს, რომელთა პიროვნული თვისებები ერთმანეთისგან კვეთრად განსხვავდება. In this way, the marriage partner will fill in the complementary personality gaps of the other. ამგვარად მეუღლე ავსებს პარტნიორის პიროვნულ ნაკლოვანებებს. The two of them together will reflect the whole character of God. ისინი კი ორივე ერთად ირეკლავენ ღვთის სრულყოფილ ხასიათს. God wants to be expressed through masculinity. ღმერთს სურს რომ მასკულინური, ანუ მამრობითი ბუნებიდან გამოავლინოს And თავისთავი God wants to be expressed through the femininity He put in you, women. და ფემინალური, ანუ ქალური ბუნებითანაც გამოავლინოს თავისი ბუნება. God wants to be expressed through the different personalities and characteristics that you have. ღმერთს სურს რომ შენი განსხვავებული პიროვნულობიდან გამომჟღავდეს. Amen. He wants to have both of you come to this place მას სურს რომ ყველანი მოვიდეთ ამ წერტილამდე, where you recognize you need the strengths of the other. რომ მიხვდე იმას, რომ შენ სხვისი ძლიერი მხარეები გჭირდება. Early on in marriage, I did not understand that. ქორწინების დასაწყისში ეს საკითხი არ And I მესმოდა. thought, if only Sally could just become more like me, we'd had a wonderful marriage. ფიქრობდი რომ აი სალი რომ გავდეს მე, ხო, საოცარი ქორწინება გვექნებოდა. That's the problem. She's just not like me. პრობლემა იყო, ჩემს ძმას საერთოდ არ მგავდა. And she's thinking the same thing. If only he were more like me, we would have a great marriage. თქვენ წარმოვიდგინეთ, ის ასე ფიქრობდა, აი მაისი რომ მე მგავდესო, შესანიშნავი ქორწინება გვექნებოდა. We're different from each other. ერთმანეთისგან განსხვავდებოდით. And those differences can cause conflict, of course. და რა თქმა უნდა, აი ამ განსხვავებულებას შეუძლია წარმოგქნას ქორწინებაში პრობლემები. But when you and I come to a place of genuine humility მაგრამ მე და შენ თუ მივართ ნამდვილ თავმდაბლობაში and we look at our spouse, და შევხედავთ ამ დროს ჩვენს მეუღლეს, that characteristic that's in your life that I don't have in my life, ის მახასიათებელი, რომელიც შენ გაქვს, რომელიც მე არ მაქვს, that strength in you that's a weakness in me, ის ძლიერი მხარე, რომელიც ჩემი სისუსტეა, that characteristic is one of the characteristics of God. ეს მახასიათებელი ზუსტად ღვთის მახასიათებელია. So in humility, I want to learn from you. აი ამ თავმდაბლობაში მომიწევს მე შენგან ვისწავლო. And the other does the same thing. They say, oh, those strengths in you that are weaknesses in me. ანალოგიური კიდევ ისიც, აი შენი ძლიერი მხარე, რომელიც ჩემი სისუსტეა. Those strengths are the actual wonderful characteristics of God Himself. ის ძლიერი მახასიათებელი, რაც თავად ღვთის მახასიათებელია. So in humility, I want to learn those from you. თავმდაბლურად მინდა რომ ვისწავლო ეგ ყველაფერი So we შენგან. don't walk through life as two very different persons, მაშასადამე ჩვენ ცხოვრებაში ორი განსხვავებული პიროვნება. but as we come together as one, მივდივართ რა და ხვდებით ერთი. we learn from each other, we grow from სწავლობთ each რა other, ერთმანეთისგან, ვიზრდებით ერთმანეთისგან. and both of us grow up more and more into the full stature of the man Christ Jesus. და ჩვენ ასე ერთობლივად ვიზრდებით ქრისტე იესოს ხატებაში. That's God's plan for marriage. აი ეს არის ღმერთის ჩანაფიქრი ქორწინებაში. Special purpose number one ნომერი პირველი მიზანი, რაც is that the wife ღმერთს is აქვს, to be the lifesaver to her husband. არის ის რომ ცოლი იყოს ქმრის სიცოცხლის The მცველი, complementary partner to him in life, რომელიც მისი თანამდები, თანამგზავრი შემწეა. where they become an unbeatable team in life. რა დროსაც ისინი ხდებიან დაუმარცხებელი გუნდი ცხოვრებაში. That's special purpose number one. ეს არის ნომერი თავარი მიზანი
პირველი How many of you can say amen? რამდენი თუ და შეგიძლია თქვა ხმამაღლა ამინ Oh, that's not very many of you. არ იყო ბევრიო How many of you can say amen to that? ვის შეგიძლია ამინ თქვა Because if you don't, I'm going to back up. I'm going to reteach it. Amen. თუ არის თუ თავისო ხელახა დავიწყებ ახლა ამის თქვასო We just keep doing it until everybody gets it. Amen. მანამდე ვიტყვიო და მანამდე გავიმეორე ვიდრე ყველა არ გაიგებთო სათქმელსო That's special purpose number 1. Here's special purpose number 2. ეს ხო ნომერი პირველი ახლა ნომერი მეორე Ladies, are you ready for this? ქალბატონებო მზად ხართ Special purpose number 2. განსაკუთრებული მიზანი ნომერი 2 God's special purpose for you as a wife. ეს არის განსაკუთრებული მიზანი ცოლისთვის You are to be your husband's best friend and fun companion for life. შენ უნდა იყოს შენი ქრისტის საუკეთესო და სასიამოვნო მეგობარი იგივე თანამგზავრი To be his best friend and fun companion in life. შენ უნდა იყოს ცხოვრების საუკეთესო და სასიამოვნო მეგობარი შენი ქრისტის Listen to me this morning, wives. მე მინდა მომისმინოთ If გულის you are ხორით missing the mark in this area, თუ თქვენ აი ამ სფეროში მიზანს ვერ მიწვდებით you will have an ache inside of you. ყველა შემთხვევაში გექნებათ რაღაც სნეულება შინაგანი You will have ტკივილი a missing piece inside of you in your life. შინაგანად გექნება რაღაცა გეშლება რაღაცა გამოგჩა No matter how good everything else is going in life, you will ნიშნობა have a რა missing აქვს piece. რა კარგად მიდის ცხოვრების სხვა სფეროში საქმეები How can you say that, Pastor Miles? ვიღაცა იტყვის რატომ ამბობ პასტორ მაილს მაგას Because that is why God created you. იმიტომ რომ ღმერთმა სწორედ ამისთვის შექმნა შენ And as a wife, that's one of his special purposes როგორც for you. ცოლი ეს განსაკუთრებული მიზანი შენ გავალია It's the way God designed you. ასე შექმნა შენ ღმერთმა Look at this verse, Titus chapter 2, აი წავიკითხოთ ტიტეს 2:3-4 მუხლები verses 3 and 4. 3:4 Titus 2, verses 3 and 4. ტიტეს 2:3-4 მუხლები Older women likewise are to be reverent in their behavior, ხნიერი ქალებიც ქსებით ღირსეულნი not malicious gossips, nor enslaved to much wine, არა ცილის მწამებელი არა ღვინის მონანი teaching what is good, არამედ სიკეთის მოძღვარნი so მასწავლებელი that they may encourage the young women to love their husbands. რათა ასწავლონ ყმაწვილ ქალებს ქმრისა და შვილების სიყვარული To love their husbands. რაორა წავიკითხეთ ქმრების სიყვარულიო And almost every one of us would look at that word love, და ყველანი ვხედავთ რა აი ამ სიტყვა სიყვარულს and we would assume that the word there in the Greek is the word agapeo. და albათ ყველას წარმოგვიდგება გონებაში რომ ალბათ აქ წერია ბერძნული სიტყვა აგაპეო აღაპოს Shortened version of that in English, say agape. ო ინგლისურად აგაპე We assume that ბერძნულად it's აგაპე agape love here because that is the highest form of love. იმიტომ რომ აღაპე სიყვარული ეს არის უმაღლესი ფორმა სიყვარულისა That's God's love. იმიტომ რომ ეს არის ღმერთის სიყვარული Agapeo love აღაპეო სიყვარული that loves, gives and gives and gives, even if it სიყვარული. gets nothing in return. სიყვარული რომელიც იძლება და რო არაფერს არ ელის შენგან Sacrificial love ეს არის სხვა შემწირველი სიყვარული that doesn't care if it gets returned არც კი ადარდებს შენგან რაიმეს მიიღებს სანაცვლო თუ არა because it just loves to love. იმიტომ რომ მას უყვარხარ იმიტომ რომ უყვარხარ It is my great joy to love you. ეს ჩემი სიხარულია რომ მიყვარდე It is my great joy to serve and ეს sacrifice ჩემი for დიდი you. სიხარულია რომ გემსახურო მოგემსახურო Why? რატომ Because I love you. იმიტომ რომ მიყვარხარ I don't need any other reason. I just love მე you. სხვა მიზეზი არ მჭირდება მე So I love მიყვარხარ serving you and sacrificing for you. მიყვარხარ და მსხვერპლს წირავ გემსახურები God's kind of love. ეს არის ღვთიური The სიყვარული highest form of love. ყველაზე მაღალი ფორმა Well, სიყვარულისა surely when the older women are to teach the younger women how to love their husband, და მაგრამ როცა უყურებთ ალბათ ამას ასწავლის ის ხნიერი ქალბატონი ახალგაზრდას რომ უყვარდეს ქმარი surely it's that highest form of love. ალბათ ეს არის ის უმაღლესი ფორმა სიყვარულისა But it's not. მაგრამ ამ It's შემთხვევაში a different არა word for love here. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა სიტყვა It's the გამოყენებული word phileo. ეს არის ფილეო Phileo is a different kind of love. ფილეო არის განსხვავებული სიყვარულის ფორმა It is a friendship kind of ეს love. არის მეგობრული სიყვარული A deep friendship ღრმა მეგობრული that emphasizes enjoyment
რომელიც ასოცირდება სიხარულთან and emphasizes respect. და რომელიც ასოცირდება პატივისცემასთან And what is very fascinating and very interesting, და ყველაზე მეტი საოცარი და საინტერესო ისიც რა არის that every single time in the New Testament, ყოველ ჯერზე ახალ აღთქმაში when a wife is told to love her husband, როდესაც ცოლზე არის თქმული რომ უყვარდეს ქმარი not one single time is the word agapeo used. არც ერთხელ არ არის წარმოთქმული სიტყვა აღაპოსი Every single time the word phileo is used. ყოველთვის არის წარმოთქმული ფილეო Now, what we find in the Word of God is very interesting because when the Bible speaks to the man, ძალიან საინტერესო არის რასაც ვნახავთ ბიბლიაში იმიტომ რომ როცა კაცს and ეუბნება it says, husbands, you are to love your wife. ეუბნება რომ თქვენ ქრებო გიყვარდა თქვენი ცოლები In every single case in the New Testament, ყველა ჟერზე როდესაც კაცებზია თქვენი it გიყვარდეს uses ცოლი the word agapeo. ყოველთვის აგაპოსი ანუ აღაპოსია გამოყენებული Why is that? რატომ არის ასე Because God understands the way He made us. იმიტომ ღმერთს ესმის რა სახითაც შექმნა ჩვენ And men, the problem for us is that we are good at phileo love. იმიტომ რომ ჩვენ კაცებისთვის ძალიან მაგრები ვართ აი ძმაკაცობაში მეგობრობაში We're just naturally good at that. That's აი the way God made us. ბუნებრივად კარგად გამოგვდის მეგობრული სიყვარული კაცებს Friendship love. აი მეგობრული Laughing, სიყვარული talking with each other. ლაპარაკობთ ვერთობით აი ხალისობთ We have this mutual respect for each other. და ერთმანეთს პატივსაც მივაგეთ აი ამ ძმაკაცობაში I mean, you talk to men when they were younger, they had big fist fight with somebody, beat each other up. მათ მაშინ იმ ახალგაზრდობაში აბად გასახსენება ახალგაზრდობაში An hour later, they're walking down the road together, arm in arm. ბავშვობაში შეიძლება ჩხუბობდნენ ერთმანეთს სხურპის ამტროდნენ მაგრამ გახედო და ხელი ხელი გადახვევენ ოდიან ძმაკაცობენ ახლა ხო But women are very different from that. Amen. ხო ქალები განსხვავდებიან კაცებისგან You are very, very good თქვენ ქალბატონებო ძალიან მაგრები at ხართ agapeo love, აღაპო სიყვარულში but you struggle with friendship love. მაგრამ პრობლემა გაქვთ მეგობრულ სიყვარულში Men struggle with agapeo love, კაცს პრობლემა აქვს აღაპოს სიყვარულში sacrificing, laying their life სხვა down. შეწერვის სიყვარულში სიცოცხლის დადების სიყვარულით But what do I get? მაგრამ აი მე რას მივიღებ სანაცვლოდ What do I get in return for all the sacrifices I make? თუ მე ამ ყველაფერს გავიღებ რა არის ჩემი სარგებელი კაცი სვამს კითხვას You get to love her. That's what you get. გიყვარება აი რასაც მიიღებ Oh, no, I know. But what's the payoff? არა გასაგებია მაგრამ რა იქნება საზღაური ჩემი ამ სიყვარულისა You get to love her. You get to sacrifice for her. არა შენ იქნები მისთვის მსხვერპლის გამღები იმიტომ რომ გეყვარება You get to lay your life down for her like Jesus laid his life შენ down. დადებ ისე სიცოცხლეს მისთვის როგორც ქრისტემ დადო ეკლესიისთვის თავისი სიცოცხლე Men, we struggle with that. ჩვენ გვიჭირს კაცებს ამის გაგება We're naturally good at phileo, but we struggle with agapeo. ბუნებრივად მაგრად გამოგვდის ფილეო სიყვარული მაგრამ აი აღაპოსე რა გითხრა And ladies, you're exactly opposite from მაგრამ that. თქვენ ქალბატონებო სრულიად საპირისპირო ხართ You struggle with phileo, friendship, თქვენ respect, პრობლემა love. გაქვთ და გიზნდებათ ფილეო სიყვარული It doesn't come as naturally for you. და არ არის ეს თქვენი ბუნების ნაწილი ბუნებრივად არ გამოგდით But oh, you are so good with agapeo love. მაგრამ ძალიან მაგრები ხართ აღაპო სიყვარულში In fact, it doesn't matter where you go in the world, what culture მნიშვნელობა არ აქვს you're in. რომელ კულტურაში ამ ქვეყნიერების რომელ ნაწილში მიხვალ If you find a woman that is not good at agapeo love, თუ შენ ნახავ ქალს რომელიც აღაპოში არ არის ძლიერი it's always because they have been damaged and hurt deeply from something in their past. ეს იმიტომ რომ წარსულში რაღაც დიდი ჭრილობა აქვს მიღებული და არ შეუძლია Once they experience healing in God, then that agapeo love როგორც კი begins to flow განიცდის naturally. ღვთიურ განკურნებას ეგრევე უბრუნდება თავის ბუნებრივ ფორმასაც არის აღაპო სიყვარული And you ladies, you understand exactly what I'm talking about. თქვენ ქალბატონებო გესმით ძალიან კარგად რაზე მაქვს You will საუბარი love that husband of yours even if he is a jerk. აი ყველაზე მეტი გაიძვერაც რო იყოს კაცი თქვენ მაინც შეგიძლიათ გიყვარდეთ And listen to this quote from Douglas Wilson. არის ესეთი პიროვნება რომელსაც შემდეგი ციტატა აქვს ნათქვამი Women are fully capable of loving a man and sacrificing for him. დუგლას ვილსონი ქალს სრულად შესწევს უნარი უყვარდეს მამაკაცი და თავი გასციროს მისთვის While believing the whole time that he is a true jerk. მაშინაც კი როცა მთელი ამ დროის განმავლობაში შეერა რომ ის ნამდვილი
და გამოუსწორებელი ნაძირალა. Women are good at this kind of love. ხალებს განსაკუთრებით კარგად გამოსდით ამგვარი They will სიყვარული. continue to love. ისინი აგრძელებენ They'll სიყვარულს, continue to serve. აგრძელებენ They will მსახურებას, continue to sacrifice. აგრძელებენ მსხვერპლის გაღებას Long მისთვის. after the friendship love is gone. მას შემდეგ როცა მეგობრული სიყვარულია კარგა ხანია წავიდა. But here is the problem there, ladies. მაგრამ აქ ჩნდება პრობლემა ქალბატონებო. You're so preoccupied with cleaning, working, serving, running, doing. თქვენ იმდანად ხართ, ესე იგი, დაკავებული ხვეტით, წმენდით, რეცხვით, კეთებით. That many times you fail to nurture, to build and maintain that friendship love with your husband. ბევრჯერ ყურადღებიდან გრჩებათ, რომ ქმართან მეგობრული სიყვარულია საჭირო. You are so busy serving your husband, you forget to enjoy your husband. იმდენად ხართ დაკავებული ქმრის მსახურებით, გავიწყდებათ მასთან ერთად დროის გატარება. There's a famous old movie, it's a musical. არის ერთი მიუზიკლი, ძველი ფილმი. Some of you may have heard of it. It's called Fiddler on the Roof. Fiddler Fiddler on the Roof, a fiddler on the roof, on the rooftop. ფიტლერი სახურავზე ასეთი ფილმი არის. And it's about a Jewish family having to deal with all of the issues in living in Russia. და არის ერთ-ერთი ებრაული ოჯახი, რომელსაც მთელი პრობლემები გარდახდა თავს და ცხოვრობენ რუსეთში. And this very proud Jewish father, he's got these 3 girls. და სამი გოგონა გაზარდა ებრაელმა კაცმა. And in that culture, they always arrange the marriages based on finding somebody who has a lot of money or something და like that. იმ კულტურაში არის ესეთი რაღაცა, რომ ოჯახი განუსაზღვროს ვიზე უნდა იქორწინოს და გარიგებით დაქორწინება. He arranges this marriage to this very wealthy man. და ძალიან დიდარ კაცს არჩევენ სასიზოთ, უკვე დაგეგმილია ეს ქორწინება. But his oldest daughter says, "Please, Papa, no, I love this man." მაგრამ ეს გოგონა ევედრება და ეუნება მამა ნუისა მამას, მე სხვა მიყვარს. I don't want to marry this wealthy man. I want to marry this man I love. არ მინდა ამ დიდარზე დაქორწინება, აი ამ მასზე მინდა ვიქორწინო, ვინც მიყვარს. He says, "What are you talking about, love?" ეს კაცი ეუნება, რა სიყვარული, I ვერ don't გავიგე? understand what you even mean by that. მე არც კი მესმის, რას ამბობ? But he does it. He lets her marry the man that she loves. The father does does, that. huh? Yeah. მაგრამ დაუშვებს იმას, რომ იქორწინოს იმ კაცზე, ვინც უყვარს მართლა. The same thing happens with the second daughter. იგივე მოხდება მეორე გოგონას შემთხვევაში The same thing happens with the third daughter. და მესამე გოგონას შემთხვევაშიც. And the father's world is kind of rocked. He's shaken. და მამის, ასე ვთქვა, სამყარო თითქოს შეიძრა. And he's thinking all this through, and he comes in and has this very powerful scene in the movie with his wife. და ერთი ძალიან მაგარი სიუჟეტი არის აი ამ ფილმში, როდესაც თავის ცოლთან ერთად ეს კაცი He says to her, "Do you love me?" მიდის თავის ცოლთან და ეკითხება, She said, "What?" გიყვარვარო? She said, "What are you talking about? You're crazy." ცოლი ეუბნება, რას ლაპარაკობ, ხორ გაგიჟდი? He says, No. I want to know, do you love me?" არა, მე გეკითხები შენ, გიყვარ ვარ? She says, "For 25 years, I've washed your clothes. 25 წელია შენ სარესულეს 25 years, I've ironed your clothes. გიუთხებ 25 25 years, I've cleaned your house. სახს 25 გისუტებ years, I've made your meals." 25 წელია საჭმეს გიკეთებ. He says, No, stop. Do you love me?" არა, თუ გიყვარ ვარ საერთოდ. She says, "For 25 years, I've washed your clothes." ისე ვიგივე 25 წელია გირესყა 25 წელია. No. Do you love me? არა, გიყვარ ვარ. And they go round and round. და ასე იმეორებენ და იმეორებენ. Are you my best friend? ხარ კი შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი. Are you my fun companion for life? ხარ კი შემდის სახალისო თანამგზავრი. Wives, don't get so busy serving your husband that you forget to enjoy your husband. ისე ნუ დაკავდებით საქმიანობით, ოჯახური საქმიანობით, რომ დაგავიწყდეთ, ქმარი გყავს და მასთან ურთიერთობაა საჭირო. When we were early on in marriage, როდესაც ახალი დაქორწინებულები ვიყავით, the great godly examples that we found outside of our families. და ჩვენი ოჯახის მიღვა ვყავდა ერთი ოჯახი სანიმუშო ოჯახებს რო ვეძახით And they begin to share and teach us things about how to build a biblical marriage. და ისინი გვიზიარებდნენ ბევრ რაღაცას როგორ აგვეშენებია ღვთიური ქორწინება. And one of these godly women said something to Sally that was so powerful. და აი ამ ღვთისმოსალმა ქალმა ძალიან ძლიერი რაღაცა უთხრა ჩემს მეუღლეს ალის. Sally asked her, says, "Y'all have such an amazing marriage.
can you share something with me that I can learn from სალი my marriage?" ეკითხება, ესე იგი ქალბატონს, ასეთი კარგი ოჯახი რომ გაქვთო შექმნილი, ასეთი კარგი ქორწინება რომ გაქვთო. შეგიძლია რამე გამიზიარო? This older couple in their 70s had this incredible marriage. უკვე 70 წელს არიან გადაცილებული Asked to ერთგვარი speak at marriage conferences all უკვე over ხშირად America. იწვევენ ხოლმე სხვა ქორწინების კონფერენციებზე. And she turns to Sally, she says, "Yes, the best advice I ever got was from my mother-in-law on my day of marriage." ყველაზე საუკეთესო რჩევა, რაც კი მივიღეო, იყო ჩემი ქორწინების დღესო დედამთილმა გამიყვანა გვერდზეო და მომცა ეს My რჩევაო. mother-in-law is the godliest woman I've ever met in my life. და ეს ჩემი დედამთილი იყო ყველაზე ღვთისმოსავი ქალიო თუ ვინმე მინახია დედამიწაზეო. She and her husband had the best marriage I've ever seen in my life. და ისინიო ჩემი დედამთილის ოჯახი იყო საუკეთესო ქორწინება, რაც კი მინახია იმ ამბობს So when she მსოფლიოშიო. shared something with me on marriage, I was listening very carefully. და როდესაც მან დაიწყო ამ რჩევის მოსება, მე ყურებით დავწყვიტე. And she said, on our marriage day, she said, "Honey, let me tell you something. ძვირფასო მე მინდა რაღაცა გირჩიო. Whenever your husband asks you to go do something with him, always say yes." როდესაც შენი ქმარი გთხოვს წაყვე და რაღაცა გააკეთო მასთან ერთად, ყოველთვის უთხარი კი. And I'm so glad that my wife learned that. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემმა მეუღლემაც ისწავლეს And that გაკვეთილი. for 45 plus years now, we've walked in that. და 45 წელზე მეტია უკვე ის მე მომდევს ჩემთან ერთად არის. If I'm going to do something, if there's any way possible, she's going to be there with me. თუ რამეს ვაპირებ რაღაც გაკეთებას და არის შესაძლებელი ჩემთან ერთად იყოს, ის ყოველთვის ჩემს გვერდშია. If we're at home and we're not doing anything there, really, just having a day at home, და მაგალითად თუ დღე არის ისეთი სახში ვარ და არაფერს განსაკუთრებით არ ვაკეთებ, she's going to find some way to come in and connect with me. რაღაცას მაინც გამოძებნის, რაღაცნაირად მე დამიკავშირდეს, რაღაცა ჩემთან ერთად გააკეთოს. I grew up in a household that was all boys, and all we thought about was sports all of our life growing up. ჩვენი ცხოვრება, ჩემი პირადი ბავშვობა გავატარე იმ ოჯახში, სადაც ბიჭები ვიყავი და მარტო სპორტზე და გართობაზე And I ვლაპარაკობთ. still really enjoy sports today. დღესაც კი მიყვარს სპორტი. So if I'm sitting watching a football game or American baseball game, on ანა TV, ზიმარ მაგალითად სახში უყურებ ამერიკულ ფეხბურთს ან ბეისბოლს. Sally grew up in a home where sports was never even turned on. Nobody watched it. Nobody involved in it. ჩემი მეუღლე კიდე ისო ოჯახშია გაზელი, არასოესო სპორტის არხი არ იყო ჩართულიო. She doesn't understand what's happening in the game. Doesn't care anything about it. ფაქტობრივად არც იცის რა ხდება თამაშში და რა წესები მოქმედებს. And so she'll bring things that she's working on, but she'll come and sit next to me while I'm watching. თავის საქმესთან ერთად რაღაცას რომ აკეთებს, ხედ მოვა და ჩამომიჯდება და ჩემს გვერდში აკეთებს იმას. Just to be in the same room. უბრალოდ არის ჩემს ოთახში, ჩემთან ერთად. Years ago in our church in Texas, წლების უკან ჩვენთან ეკლესიაში this great couple that we had in our church, this wonderful ძალიან marriage that they had. მაგარი წყვილი ყავდა ეკლესიაში, საოცარი ქორწინება და ურთიერთობა ქონდა ცოლ And ქმარს. through the years, anytime we're around someone who has a great marriage, we always want to ask, tell us one or two things ყოველთვის როცა შევამშევით ასეთ კარგ წყვილ სანიმუშოს მივდიოთ და ვეკითხებოდით რაღაცა ერთი ჭეშმარიტება that გვასწავლეთ. helped you have the marriage that you have. today. რომელიც შენ დაგეხმარა რომ ასეთი ძლიერი ქორწინება We were გეშენებია. talking with this couple, said, what is one of the main things that you learned that helped you have this great რა marriage? არის ის მთავარი რაც შეგეწია შენ ამ საქმეში? She said, I learned how to play golf. Play what? Play golf. მე ვისწავლე როგორ ვითამაშო გოლფიო. I said, what? რა? You learned how to play golf. გოლფის თამაში ისწავლე? She said it's one of the great reasons why we have such a great marriage. ხო, რა თქმა უნდა, გოლფის თამაში ვისწავლე და მითო გვაქვს ასეთი კარგი ქორწინება. I said, you're going to have to explain that to me. ამიხსენი რას გულისხმობ? She said, well, my husband, he loves to play golf. ჩემ ქმარს უყვარს სასწაულად გოლფის თამაში. So I learned how to play golf so that I could play golf with my husband. და ამიტომ მომიწია გოლფის თამაში, რომ ჩემ ქმართან ერთად მეთამაშა გოლფი. Oh, there's a powerful truth in there. ძალიან ძლიერი ჭეშმარიტებაა თუ მიხვდით ამას. That has nothing to do with golf. Amen. Nothing what? It has nothing whatsoever to do with golf. It doesn't, Yeah. the truth has nothing to do with golf. რა თქმა უნდა, გოლფს არ ეხება ესა. Spend time with your husband. ანუ დაყავით დრო თქვენ ქმართან ერთად. If you are not his best friend, already become his best friend. თუ არ ახარ საუკეთესო მეგობარი მისი, გახდი მისი And if საუკეთესო you are მეგობარი. not already a fun companion, then be a fun companion. თუ არ ახარ სასიამოვნო მისი თანამგზავრი და მეგობარი, გახდი ასეთი მისთვის. Amen. ამენ. And let me say that word one more time for you. მოდი კიდევ ერთხელ გეტყვით. Fun. სახალისო. Fun. სახალისო. One of the things that Sally and I set as a goal for our marriage
ჩვენს ქორწინებაში ასე რომ ვთქვათ, იყო რაღაც გარკვეული უბსკური. 45 years ago when we were young and really beginning to understand how to build a marriage. წარმოიდგინეთ, რომ ეს უბსკული არის ის 45 წელი, ხო? წარმოიდგინეთ, დასაწყისში რო არაფერი არ ვიცოდით. After decades of being married together, და 10 წელეულები გავიდა ჩვენი ქორწინებიდან. we wanted the walls of our household to be saturated with the laughter that we shared together. ვცდილობდით ყოველთვის რომ ჩვენი სახლის კედლები გაგვეჟღინთა სიცილით და კისკისით. That's a good goal. ეს ძალიან კარგი That's ის a არის. godly goal. Amen. ეს არის კარგი მიზანი, ღვთიური მიზანია. How do I become my husband's best friend and fun companion? მაშასადამე როგორ გავხდე ჩემი მეუღლესების საუკეთესო და სახალისო და სასიამოვნო მეგობარი. That's a huge topic, obviously, maybe a whole seminar on that. შეგვიძლია ცალკე სემინარი მოვაწყოთ ამის შესახებ. But before we're done, let me give you two scriptural keys მაგრამ ვიდრე აქ მივვალთ, აქამდე ორ მთავარ გასახებს for გეტყვით. how you can become your husband's best friend and fun თუ companion. როგორ გახდე შენი ქრისათვის საუკეთესო და სასიამოვნო მეგობარი. Here's key number 1. ნომერი პირველი არის. Proverbs 4, verse 23. იგავის 4:23. Keep your heart with all vigilance. ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული. Watch over carefully your heart. შენს გულს ფრთხილად ადევნე თვალი. Let me read you this quote from Nancy DeMoss. არის ესეთი პიროვნება ნენსი დემოსი. Very powerful and very insightful quote. ძალიან ბევრი სიმთქმელი ციტატა არის. Says, our emotions are a warning system God graciously gave us. ჩვენი ემოციები არის გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც ღმერთმა თავისი წყალობით მოგცა. Let's stop right there and let's read those words again. მოდი კიდევ ერთხელ წაგიკითხავ ზურებასებო, რაც აქამდე წავიკითხე. Because that's a powerful truth right there. იმიტომ ძალიან დიდი ჭეშმარიტება ნათქვა მიმით. Our emotions are a warning system God graciously gave us. ჩვენი ემოციები არის გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც ღმერთმა თავისი წყალობით მოგცა. To attract attention to the sin in our hearts. რათა ყურადღება ჩვენს გულებში არსებულ ცოდვაზე მიგვაპყრობინოს. When we are not experiencing loving feelings towards our husband, როდესაც ქმრის მიმართ სიყვარულს ვერ ვგრძნობთ, phileo friendship love towards our husband, ეს ფილეო მეგობრული სიყვარული არ გვაკავშირებს. that's an alarm going off. ეს განგაში ზარია. Ding, ding, ding. დინგ დინგ დინგ. There may be sin that needs attention. შესაძლოა არსებობდეს ცოდვა, რომელიც ყურადღებას მოითხოვს. Whenever our sin alarm, როდესაც ჩვენი ცოდვის unloving განგაში feelings goes off, ჩაირთვება, we must examine our heart უნდა გამოვიკვლიოთ and საკუთარი repent of გულები any sin we find there. და მოვინანიოთ ნებისმიერი ცოდვა, რომელსაც იქ This აღმოვაჩენთ. is how we maintain a tender love, სწორედ ასე შევინარჩუნებთ სათუს სიყვარულს, phileo love, ანუ იგივე ფილეო სიყვარულს towards our husbands. ჩვენი ქმრების მიმართ. Now, all of this talk about sin may sound harsh, შესაძლოა ცოდვაზე ამგვარი საუბარი მკაცრად but ჟღერდეს, this truth is the key to freedom and change. თუმცა ეს ჭეშმარიტება თავისუფლებისა და ცვლილებების გასაღებია. When we agree with the diagnosis of Scripture როდესაც ვეთანხმებით წმინდა წერილის დიაგნოზს, that we are disobedient to God's command to love, phileo love our husband, რომ ჩვენ არ ვემორჩილებით ღვთის მცნებას, გვიყვარდეს ფილეოთი, ესე იგი ქმარი, and therefore have a sinful heart, შესაბამისად გვაქვს ცოდვილი გული. we can also receive the remedy, ამ დროს შეგვიძლია მივიღოთ წამალი, the forgiveness of Christ, ქრისტეს მიერი ბოძებული, and His power to change. მიტევება და მისი ძალა ცვლილებისთვის. So that's scriptural key number 1. Keep your heart with all vigilance. მაშასადამე პირველი გასაღები არის, რომ გულები დავიცვათ წმიდად. Here's the second scriptural key so that you become that loving, phileo loving wife to your husband. და მეორე ადგილი, მეორე გასაღები, მუხლი, რომელსაც წავიკითხავთ. Best friend and fun companion for life. დაგვეხმარება იმაში, რომ გახდეთ თქვენ გალბატონებო ქმრების საუკეთესო მეგობარი. Philippians chapter 4, verse 8. ფილიპეთა 4:8 ამბობს. Finally, brothers and sisters, და ბოლოს შემოძმებო და დებოსი გულისხმობა. whatever is true, ყოველივე რაც ჭეშმარიტია, whatever is noble, რაც პატიოსანია, whatever is right, რაც მართალია, whatever is pure, რაც უმანკოა, whatever is lovely, რაც საყვარელია, whatever is admirable, რაც სასახელოა, if anything is excellent or praiseworthy, ყოველივე რაც მოსაწონი და სანაკებოა, think about such things. იმაზე იფიქრეთ.
think about those things. იფიქრეთ იმაზე. This is a very nice but very powerful way of saying that your focus should be on the half full part of the glass. დიახ, ეს არის ის, როდესაც ჩვენც გვაქვს ესეთი გამოთქმა, როდესაც ნახევარ царიელზე კი არ ამახვილებ ყურადღებას ჭიქაში რო წყალი არ ამეთ, ნახევარ სავსეზე რომ ამახვილებ ყურადღებას. Not on the half empty part of the glass. ყურადღება არ გადაგაქვს სიცარიელზე. Elizabeth Elliot has this quote in her book, Love Has a Price Tag. სიყვარული, რომელიც არის იარლიყი, ასეთი წიგნი აქვს დაწერილი ელიზაბეთ ელიოტს და მას ეკუთვნის ეს ციტატა. And I love that title to the book. და ძალიან მომწონს ეს სათაური წიგნისა. Love has a price tag. რომ ფასის იარლიყი აქვს სიყვარულს This ყოველთვის. is one of the great quotes from this book. ამ წიგნში არის საოცარი ციტატები And I've მოცემული. seen through the years Sally share this with so many young women and changed their life. და Change სალი their იყენებს ძალიან ხშირად აი ამ ციტატას და ბევრი ქალბატონის ცხოვრება შეუცვლია. A wife, if she is very generous, თუ ცოლი შემწყნარებელია, may allow that her husband lives up to perhaps 80% of her expectation. შესაძლოა დაუშვას, რომ ქმარმა მისი მოლოდინების თქვათ 80% გაამართლა. There is always the other 20% that she would like to change, ყოველთვის რჩება ის 20%, რომლის შესვასაც ის ისურვებდა. and she may chip away at it for the whole of their married life. და შესაძლოა მთელი სორგული ცხოვრების მანძილზე სადოს მისი შემცირება, Without reducing it by very much. მაგრამ ბევრს ვერაფერს გახდეს. She may, on the other hand, მეორე მხრივ, simply decide to enjoy the 80%, მას შეუძლია უბრალოდ გადაწყვიტოს, რომ დატკბეს ამ 80-ით and both of them will be happy. და მაშინ ორივე ბედნიერი იქნება. Amen. Amen. Come on. Two special purposes that God has given to wife. ორი განსაკუთრებული მიზანი, რომელიც ღმერთმა ცოლს Number მისცა. one, to ნომერი be პირველი, your husband's lifesaver. რომ იყოს შენი ქმრის სიცოცხლის დამცველი. His complementary helpmate. ის შემწე, ასე რომ ვთქვათ, იგივე თანამეგზური. At his side. რომელიც helping to მის make him successful in მეუღლე, life. უბრალოდ რომელიც მის გვერდში დგას. And number two, მეორე, to be his best friend. რომ იყოს მისი and საუკეთესო find მეგობარი companion for life. და სასიამოვნო მეგობარი მთელი ცხოვრების განმავლობაში. Amen. ამენ.